სხვადასხვა სამეცნიერო კვლევისა თუ სიმულაციის შედეგად გარკვეულ დეტალებში უკვე ვიცით რა დაიმართება ჩვენს მზეს მომავალში. რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ ის უფრო და უფრო ცხელი გახდება და თანდათან მის ბირთვში ამოიწურება ატომური სინთეზისათვის საჭირო წყალბადის მარაგი, ანუ საწვავი. ამის შემდეგ მისი ბირთვის შეკუმშვას დაიწყებს და ბირთვის უშუალოდ მიმდებარე რეგიონში სულ უფრო და უფრო მეტი წყალბადი მოიყრის თავს და წარმოიქმნება წყალბადის გარსი. დაიწყება ამ წყალბადის გამოყენება ატომური სინთეზისთვის. ამ წყალბადს მზე თავის საწვავად გამოიყენებს. ამის შედეგად წარმოქმნილი ჰელიუმი ჩავა მზის ბირთვში. ეს იქნება პროცესი, რომელსაც გარსის წვას უწოდებენ. მზის ატმოსფეროს გარე ნაწილი ძლიერ გაფართოვდება. შესაძლოა მარსის ორბიტამდეც კი და მზე წითელ გიგანტად გადაიქცევა. ახლა მზე ყვითელი ჯუჯას ტიპის ვარსკვლავია და 4.6 მილიარდი წლის არის. ანუ იმყოფება მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავებისათვის დამახასიათებელი სიცოცხლის ხანგრძლივობის დაახლოებით შუა ეტაპზე. წითელ გიგანტად გადაქცევის შემდეგ მზე თანდათან უფრო დაჩქარებულად საბოლოოდ ამოწურავს თავის შემადგენელ წყალბადსა და ჰელიუმს. მოიშორებს მატერიის გარე ნაწილს და წარმოქმნის პლანეტურ ნისლეულს. მზის ბირთვი კოლაფსირდება და გადაიქცევა თეთრ ჯუჯად, რომელიც თანდათან ძალიან ნელ გაციებას დაიწყებს. სრულად მის გაციებას ტრილიონობით წელიწადი დასჭირდება. ზუსტად როდის მოხდება ეს? საერთოდ, მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავთა აღსასრული დგება სხვადასხვა დროს და ეს დამოკიდებულია ამ ვარსკვლავთა ინდივიდუალურ მახასიათებლებზე. ასაკის მატებასთან ერთად ვარსკვლავის მასა დიდად არ იცვლება, თუმცა მნიშვნელოვნად იცვლება ტემპერატურა. რისი მიზეზიც ბირთვში მიმდინარე ბირთვული სინთეზია და ეს ვარსკვლავის სიკაშკაშის ხარისხში აისახება. ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ გაიას ირმის ნავთობის კატალოგიზაციის პროგრამის 2022 წლის მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდა ვიცოდეთ, თუ როდის გაივლის მზე ზემოთ აღწერილ პროცესებს. რამდენი ხნის შემდეგ მოხდება ყოველივე ეს? მიღებული შედეგები ძლიერ თანხვედრაშია მზის სიცოცხლის ხანგრძლივობის წინა შეფასებებთან და მიუთითებს, რომ მისი ტემპერატურა პიკს დაახლოებით 8 მილიარდი წლის ასაკში მიაღწევს. ახლა მზე 4.6 მილიარდი წლისაა. ესე იგი, მას პიკური ტემპერატურა 3.4 მილიარდ წელიწადში ექნება. ის გადაიქცევა წითელ გიგანტ ვარსკვლავად, როდესაც მისი ასაკი 10-თან 11 მილიარდ წელს მიაღწევს. ესე იგი, დღევანდელი დღიდან 5.4 ან 6.4 მილიარდი წლის შემდეგ. დღევანდელი სახის და ფორმის ადამიანები და მისი მსგავსი არსებები, ცხოველები და სხვა მაღალგანვითარებული სიცოცხლის ფორმები, დედამიწაზე სიცოცხლის დაახლოებით კიდევ 1 მილიარდი წლის განმავლობაში შეძლებენ. მზის სიკაშკაშე და მაშასადამე მისი ტემპერატურა